მე საერთოდ თუ ყოველთვის პოეტი ვიყავი რა, აბსოლუტურად ყოველთვის. 70-იან წლებში როცა დავიბადე, მაშინაც პოეტი ვიყავი, მე მგონი კი არა ეგრე იყო. პოეზია ესეთი რამე არის, რომ ყველაფერს მოიცავს, რადგანაც ყველაფერი არის პოეზია. მუსიკა არის ნაწილი პოეზიის. პოეზიიდან იწყება მთელი ხელოვნება. და როდესაც ადამიანი არის პოეტი, ის შეიძლება იყოს პარალელურად მუსიკოსიც, პარალელურად ფილოსოფოსიც, პარალელურად პროზაიკოსიც. არასოდეს არ შემიწყვეტია და არ შევწყვეტ პოეზიას, მაგრამ მის პარალელურად შეიძლება ვაკეთო ის რაღაცეები, რაც არის პოეტური. ასე წარმოიქმნა მუსიკა, შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და არ ვიცი სხვასთან როგორ არის. კაცობრიობაშიც ასეა, პოეზია გადამულია მუსიკასთან. ეს არის დასაწყისიც, შუა ნაწილის და დასასრულის ცხოვრების. პოეზია არის თავი და ბოლო. სამყარო არის პოეტურობა ამოძრავებს, ხო? პოეტურობა არის ღერძი სამყაროსი, რასაც ქვია. ანუ არაერთხელ ვისაუბრია, რომ თვითონ უფალია ყველაზე დიდი პოეტი, ხო? პოეტურობის გარეშე ასეთ საოცარ რაღაცას, რასაც ჩვენი სამყარო წარმოადგენს, ვერ შექმნი. და შესაბამისად პოეზია ყველაფერს ამოძრავებს და გვახსოვს რა დროც იყო, როცა ჩვენ ეს ყველაფერი დავიწყეთ. და გარკვეული პროტესტიც გვამოძრავებდა, იმიტომ რომ გვინდოდა რაღაც უკეთესი ყოფილიყო, ხო? უკეთესი ცხოვრება ყო. მე ვიძახი ხშირად, რომ არ მგონია სწორი იყოს ის მიდგომა, როცა იძახიან, რომ იცი რა ადამიანი უნდა იტანჯოს, ადამიანი უნდა რაღაც წნეხის ქვეშ იყოს. მე მგონია რომ ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი, ხო? ყველას გვაქვს უფლება რომ ბედნიერები ვიყოთ. ჩვენ ახლა სადამდეც ვიქნებით, იქამდე იქნება ზღვარი. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ზღვარი, თითოეული ჩვენთაგანი და უსაზღვროებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ პოეტები ვართ, მაგრამ დიდი პოეტი იყო რუსთაველი და ვაჟა-ფშაველი. პოეტურობა არის პრივილეგია. ინტელექტის რაღაც ყველაზე მაღალი საფეხურია და მგრძნობელობის ყველაზე მაღალი საფეხური არის. შანსია უფლისგან პირდაპირ მოწმ საჩუქარი არის და საშუალებას გვაძლევს, რომ სამყარო უფრო და უფრო უკეთესად შევიცნოთ. ოკეანეს ესე ხელით ვერ გაცურავ, ხო, რაღაცა ხომალდი გჭირდება და უფალმა პოეზია ესე მოგცა, რომ აი გაძლევთ ამ აზროვნების ლაბირინთებს და მოდი მთელი სამყარო რაც მე შევქმენი, ხო, გაიაზრე და შეიცანით. ამას აკეთებს პოეზია. ვერ წარმომიდგენია სხვა რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში, რა პროფესია უნდა მქონოდა, რა ჰობი უნდა მქონოდა, თუ არა პოეზიის შექმნა და თუ არა პოეტური აზროვნება. პოეზია და ძმობა არის ერთი და იგივე. ძმობა, მეგობრობა და მაგ პრინციპებს იძლევა მთელი ჩვენი ურთიერთობა და მთელი ჩვენი ხელოვნება. პოეზია რაღაც გაგებით, გარკვეული გაგებით არის ღმერთი და ღმერთში არის ყველაფერი, თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე ძმობა ღმერთობის ნაწილია. მეგობრობა არის ის განზომილება და ის მორალური სივრცე, რომელიც ადამიანს ტყუებს ადამიანად. მეგობრობა იმით განსხვავდება ყველაფერი სხვისაგან, რომ მეგობრობა არის თავგანწირვა. ამიტომ ის არის ყველაზე მაღლა. აი ეს არის რა არსი მთელი ცხოვრების. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც არ ყავს ნამდვილი მეგობარი, მას არ უცხოვრია. რას ნიშნავს სიყვარული? ადამიანები ვიბადებით, რაღაცა გარკვეული ბიოლოგიური აგებულება გაგვაჩნია, გარკვეული გონების რაღაცა იქ უჯრედები, მოლეკულები, ატომები დალაგებული და ამ დროს უცებ არ ექვემდება სიყვარული, ხო? ანუ არსებობს მეორე სქესი, ქალი და რაღაცა მიზიდულობა გიშდება, იმას უშტება მიზიდულობა, არანაირ ლოგიკაში ეს ამბავი არ ჯდება, ხო? შემიძლია ხა დავждე და მდინარის შრიას მარტო მოусმინო, ხო? და რაღაცა ჩემ თავში ჩავიზირები, რაღაც ნირვანაში გადავალ, მაგრამ წარმოგიდგენე დინარის პირას იხარ და საყვარელ ქალთან ერთად უსმენ დინარის შრიას, ხო? და ერთი შეხედვით რა არის, ხო? რაღაცა ჩვეულებრივი ფიზიკაა, ხო? სხვა არსებასთან ერთად იხარ და ამ დინარის რა უნდა იყოს ვითომ ისეთი, მაგრამ როგორი ავსება ხდება, აი ტალღა რო ამოვა სულში და ამოგავსებს. რაღაცა სხვა არის, სხვანაირად ცხელდები, სხვანაირი ჟუანტელი ეს არის ფენომენი, რომელსაც ვერავინ ვერ ახსნის. სხვათა შორის, ჩემთვის უფრო ადვილია მეგობრობაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს უფრო ახლოა ჩემთან. მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ეს ორივე არის ღვთაებრივი თემები. და პოეტისთვის ორივე არის პოეტური თემა. პოეტურიდაც არის ყველაზე მაღალია და ყველაზე გენიალურია საერთოდ. ეს ყველაზე დიდი თამაშია. თამაში ხოთ რა გაგებით? განა იმიტომ რომ ყალბია არა. თავისი მრავალფეროვნები და სიფერადით, იმიტომ რომ იქ ისეთი სიკეკლუცე მიდის, იქ ისეთ განზომილებებში და
აი სხვაგან არსად არიზამ. აი ფოთლები აიღე და ქალს თვებში გაუბნიე შემოდგომის ფოთლები, ხო? როგორი სხვა რაღაცაა რა. აი ქალი ფეხზე გაიხდის და ფეხში შველი ჩამოყვება რაღაცა მთაწმინდის გორას ან რაღაცა მინდორზე რაღაცა ისეთი წარმოუდგენ არაბუნებრი ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკი და ხო ხტები ეს რაღაცა ისეთი აი კოსმიური თამაშია ხო კიდევ ვიძახი თამაში ცუდად არ გამიგონ ეს სიტყვა მე გულისხმობ ამ თამაშს სილამაზით სიმრავალფერო სიფერადით გულისხმობ ხო ეს ხომ